ჩვენ ბატონ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ვისაუბრებთ 2007 წლის 7 ნოემბრის საკითხზე. ეს იყო მორიგი ძალადობრივი ღამე და დღე. მომბრძანდით ბატონო ვიქტორ, დამბრძანდით თუ შეიძლება, მადლობა რომ მოისურვეთ კომისიის წინაშე გამოსვლა. ჩვენი კანონმდებლობით ასეა, რომ პარლამენტის წევრმა თავად უნდა ისურვოს გამოსვლა კომისიის წინაშე და ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მას მოვუსმინოთ. ამიტომაც დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის. ბატონო ვიქტორ, ჩვენი პროცედურა თქვენ იცით, თქვენ არ გჭირდებათ ამის ახსნა. გაფრთხილება კეთდება ხოლმე, რომლის ტექსტით წინ გაქვთ და თუ ერთანხმებით მის ტექსტს ხდობთ, მოაწეროთ. მოგესალმებით და ვეთანხმებით და ხელს მოვაწერთ. მადლობა. ბატონო ვიქტორ, თქვენ პირველ რიგში ასე რომ წარმოვიდგინოთ, რომ მე და თქვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ საჯაროდაც რომ ვთქვათ, რომ ახალგაზრდების ინფორმირებულობა მუდმივად გვაწუხებს ხოლმე და ამაზე ბევრს ვსაუბრობთ. შესაბამისად, თქვენ თუ შეიძლება რომ გვიამბოთ 2007 წლის 7 ნოემბერს იმედში სპეცრაზმის შევარდნის თემაზე, საიდან აღმოჩნდით თქვენ იმედის ტერიტორიაზე და ისე რომ გვიამბოთ, რომ აი ახალგაზრდებმა, ვისაც შეიძლება ისიც კი გონია, რომ ეს ყველაფერი გამოგონილია და არ ყოფილა, რომ კარგად გაიგონ რა და რატომ მოხდა და თქვენი თვალით რა ნახეთ. თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ თქვენ ზურგს უკან ჩვენ ჩართული გვაქვს და ტრიალებს მუდმივად ის ვიდეო კადრები, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, შემდეგ რიყის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებსა და ძალადობას და შემდეგ უკვე იმედში შეჭრის, იმედის ჭიშკართან, კარიბჭესთან, შემდეგ უკვე შიგნით ტერიტორიაზე სპეცრაზმის მოძრაობასა და ქმედებებს ასახავს და ეს ვიდეო მასალა, ასე ვთქვათ, თქვენ თხრობასთან გაყვება მუდამ, სანამ თქვენ ისაუბრებთ. ვერ ხედავთ და ამიტომ მოვყევი რა ტრიალებს თქვენ ზურგს უკან. გისმენთ ბატონო. კი ბატონო, მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით კომისიის წევრებს. რეალურად დიდი საქმე კეთდება იმ ახალგაზრდებისთვის, რომელი ახალგაზრდებით ალბათ მაშინ ან დაბადებული არ იყვნენ, ან პატარები იყვნენ და აქვთ არგუმენტი, რომ თვითონ არ მოესწრენ ამ აუბეთით ჟამს და პრობლემებს და ამიტომ თითქოს არ უნდათ, რომ ეს გააცნობიერონ და უნდათ, რომ აღიქვან და თვითონ ოპონენტებიც ხელს უწყობენ იმაში, რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა, მაგრამ მერწმუნეთ სამწუხარო რეალობები არის მომხდარი ჩვენს ქვეყანაში მithumenet იმ პერიოდში. ჩვენ პარლამენტის წევრები, იმ დღეს რაც მოხდა 7 ნოემბერს, ეს იხილა მთელმა ქვეყანამ. ჩვენ პარლამენტის წევრებმა გადავწყვიტეთ იმ დღეს, რომ მივსულიყავით ტელეიმედში, რამე თუ ქონდა ეჭვით და ვარაუდი, რომ ტელეიმედს დაარბევდნენ და როგორც მახსოვს ვალერი გელბახიანს ქონდა გიორგი თარგამაძესთან კომუნიკაცია და გვიცხდა, რომ მივსულიყავით ტელეიმედში და შესაძლებელი იქნებოდა, რომ ღია ეთერში დავდორიყავით და გვესაუბრა იმ დღევანდელ პრობლემებზე. ჩავსხეთ მანქანით წავედით, რომ მივიდიოდით გზად რუსთაველზე უკვე. ჩვენ შევნიშნეთ სამხედრო მანქანა, სამხედროები შევნიშნეთ და ვიფიქრეთ, რომ უკვე საგანგმდებლობის გამოცხადებას აპირებს და უეჭველი დარწმუნებული ვიყავით, რომ ტელეიმედს დაარბევდნენ. წავედით ტელეიმედში. ტელეიმედთან საკმაოდ იყო მოსახლეობის რაოდენობა, ხალხი ბლომად იყო გარეთ და შესაძლოა რომ შევდიოდით, გვეუბნებოდნენ, რომ ტელეიმედს დაარბევენ და აბა თქვენ იცით და ჩვენ აქ ვართ და ეს საუბრები მიდიოდა. რო ავედით ზევით, ვიყავით ვინ? ზვიად ძიძიგური, ვალერი გელბახიანი, ვალერი იზორია, კახა კუკავა, გოჩა ჯოჯუა მერე მოვიდა და თქვენი მონამორჩილი ვიქტორ ჯაფარიძე.
ჩვენ ავედით ბოდიში სტატუსიც რო ვთქვათ ყველა ამ ადამიანს. ყველანი ვართ პარლამენტის წევრები. ყველანი მაშინდელი მოწვევის პარლამენტის წევრები და მისული ხართ. მისული ვართ. ახალგაზრდებმა იციან ბევრი რამე ვიძახით არ იციან, მაგრამ ბევრი რამ იციან. მათ იციან მაგალითად რომ პარლამენტის წევრის სტატუსთან ახლავს ხელშეუხებლად. უფრო მაღალი დაცულობის სტანდარტი მათ შორის, როდესაც ის პირისპირ აღმოჩნდება სამართალდამცველ სტრუქტურებთან. ეს იციან, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ სტატუსიც დავაზუსტებთ და რომელ საათზე მიხვედით? უკვე დაღამებული იყო. დაღამებული იყო, ნუ ახალი დაღამებული ის პერიოდი. 8 საათი. საათი არ მახსოვს დაახლოებით, მაგრამ ეს უკვე შეღამებული იყო. კი, საღამო ჟამი. საღამო ჟამი. ხო, ღამე არ არის. კი ბატონო, შემდეგ შევედით გიორგი თარგამაძის სამუშაო ოთახში, სადაც გიორგი თარგამაძე იყო. და საუბრობდით ლოგიკური აბა რაზე უნდა გვესაუბრა თუ არა იმ დღევანდელ ხელისუფლების ვანდალობას და საშინელება რაც იმ დღეს მოსახლეობას და თავისუფალ მშვიდობიან მომიტინგეებს დამარცხებს, ამაზე ვსჯელობდით. ვიდეო და მსჯელობა ესე იყო, არ იყო, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებენ, არ გამოაცხადებენ, ტელეიმედში შემოვარდებიან, არ შემოვარდებიან და ამ დროს შემოდის გოჩა ჯოჯუა. პარლამენტის წევრი ისე ეს ცალკე მოვიდა ბატონი გოჩა ჯოჯუა და რომელმაც თქვა რომ მე მაქვს უეჭველი ინფორმაცია რომ ტელეიმედში აპირებენ შემოსვლას და დარბევას რაზეც ბატონმა გიორგი თარგამაძემ თქვა და კატეგორიულად უარყო რომ ეს გამორიცხულია რამე თუ თვითონ ქონდა კომუნიკაცია ამერიკის ელჩთან და ამერიკის ელჩმა მისცა პირობა, რომ ტელეიმედს არ დაარბევდნენ. ამის შემდეგ, ისევ მიდის მსჯელობა საუბარი და ტელეეთერისთვის ვემზადებოდით. ქალბატონი ინგა გრიგოლიაც ამ დროს ამ ოთახში ბრძანდება. მიდის აზრების გაცვლა, გამოცვლა და უცებ ხმაური შემოგვესმა. ხმაური შემოგვესმა ავტომატურად ყველა ფანჯრისკენ გადავადგილდით, გადავწიეთ ფარდა და რას ვხედავთ, გააშავებული, გაყვითრებული არის ტელეიმედის შენობა. ის ეზო. ნუ სტუმრები მოვიდნენ. ხომ გეუნებოდით გოჩა ჯოჯუამ თქვა, ხომ გეუნებოდით რომ დაგვარბევდნენ და აგერ შემოსულიან ტელეიმედში. ამ დროს დგება გიორგი თარგამაძე და გადის რომ მე საეთეროში უნდა გავიდეო და ქალბატონი ინგა გრიგოლიაც გაყვა და მაშინდელი ეს კადრები აი როდესაც ჩაქრა სტუდია და გიორგი თარგამაძე ამბობს რომ სტუმრები მოვიდნენ და ასე შემდეგ. ეს მერე გავიკეთ რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინახეთ. ოთახში შემოვარდნენ εν რაოდენობის ალბათ ნიღბიანი პირები გამოგვიყვანეს ოთახიდან ეგრეთ წოდებული ჰოლში დაგვაყენეს პირით კედლისკენ ტყვეებივით ხელი აწეული დეპუტატები პარლამენტის წევრები გიცნეს რომ დეპუტატი გითხრათ ვალერი გელბახიანმა და მათ შორის ჩვენც მაგრამ ვალერი მუცხა რომ რას აკეთებთ ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება თქვენ არ გვაქვთ კონსტიტუციას და ასე შემდეგ დაუწყო განმარტება რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში რომ აი ეს არის ჩვენი კონსტიტუცია ხმა კრინტი გავჩუმდით გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოგვიყვანეს კიბეებზე ჩამოვედით ფეხით ეხა იმედის შესასვლელი ალბათ იცით და როგორც არის კუთხესთან მიგვაგდეს ეს პარლამენტის დაგვიყენეს დაცვა მიდის და ამ დროს მიდის ბათქაბუთქეს რეზინის ტყვიები ეზო ისვრიან წივილი კივილი რაღაც სასწაული ამბავი ხდება და ამ დროს გახდა თუდად ვალერი ზორია პარლამენტის წევრია ბატონი ვალერი ზორიაც რომელსაც რამოდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ავატყოფობდა ნუ ეხლა რო შეგეხედა წევა მაუწია დავაწვინეთ იატაკზე ეს პიჯაკი გავიხადე თავქვე დაუდე და ვეხვეწებოდით ამას რომ მეთქი გვიკვდება კაცი რამე ქენით გვიშველეთ არ შემოგვაკვდეს არავის რეაქცია მასზე არ ქონდა და შემდეგ რა თქმა უნდა გვაგინებდე რა თქმა უნდა იყო ამბები ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ და გასაკვირად ნუ ცოტა ხანი ალბათ მინიმუმ 1-40 წუთი მაინც იყო ალბათ გამოგვიყვანეს რომ დამორდან უნდა დახვიდეთ უნდა გაგიყვანოთ და
შემდეგ როგორც გავარკვიეთ, კახა კუკავას და ზვია ძიძიგურის აპარატის თანამშრომლები პარლამენტში მისულან ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. და ქალბატონ ნინოს უთხრეს, რომ პარლამენტის წევრები არიან დაკავებული იმედის შენობაში და აქ თხოვთ რამე რეაგირება გააკეთოთ. ჩემი ინფორმაციით და მე როგორც გავიგეთ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ გადაურეკა, შენ არ ვიცი ვის დაურეკა, ალბათ ვის დაურეკავდა ვინც იყვნენ მაშინ. და ამ ნინო ბურჯანაძის ზარის შემდეგ გამოგვიყვანეს. რომ გამოგვიყვანეს, ეხლა რა თქმა უნდა კორიდორივიც იყო და გვაგინებდნენ იქიდან აქ. გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, რაშიც გვიცხრესო ჩვენ პროექტ მანქანას გაგიყვანენ აქ. ამ მანქანაში რო ჩავჯექით რუსთავიორი, მაშინდელი რუსთავიორი გახსოვთ როგორ იციო? მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, რომ აბა რა ხდება, როგორ ხდება. და როგორ ჩანს, მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე და ვიყვირე, აღარ მახსოვს, არ მინდა დეტალები გავიმეორო, ალბათ არაა აუცილებელი. რაზეც რომელიღაცა ამ ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია, რომელი იყო მაგის დედა და უკაცრავად. გადატენა ეს, რა ქვია, ავტომატი და შემოყო იმაში მანქანაში. სასტრაფოს მანქანაში, რომელი იყო, მე ვიყავი და მესროლე თქო. კახა კუკავ გადამეფარა წინიდან. რომ ბატონო ექტორ გაჩერდით რომ დაგხოცავენ. მე ხარ არ გაგრძელდა ეს თითქოს, გამოგვიყვანეს იქიდან. გამოვედით, უკან მანქანა მოგყვებოდა, სადაც უნდა მიგიყვანოთ, თქვა არა, გაზმბელიაშვილის ქუჩაზე რესტორანთან ხალხი იყო, აქ გადმოგშვით თქო და იქ გადმოვედით და მე გადავრეკეთ და გადაგვიყვანეს, იმღამეს დავტოვეთ ჩვენ ქვეყანა, გავედით საზღვარზე და სასუნხეთში ვიყავით. ჩვენ რამოდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნდით. აი ეგრე მოხდა იმედში ჩვენი. ბატონო ვიქტორ, თქვენ და ჩვენ ეს ამბავი როდესაც მოხდა, როდესაც ჩვენი კუთხეში მიგდებული ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს კოლგით, იმითი რა ქვია, ტანსაცმლის საკიდით და ნუ გაიყვანეს ჩვეულებრივად. ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეები ვтყავდით. ეს არ არის სწორი, ბატონო ვიქტორ, მე სწორად მსმენოდა, რომ სანამ ჟურნალისტებს და დეპუტატებს არ ბევდნენ და ცუდად ექცეოდნენ, დერეფანივით, საპატიო დერეფანივით გაუკეთეს გიორგი თარგამაძეს, რომელსაც თავისი პიჯაკებიც კი გაატანინეს ეგრე იყო ვადასტურებ პატივისცემის პირობებში. ვადასტურებ მე ეს თქვენი თვალით. ჩემი თვალით ვნახე, მე როდესაც გადავწყვიტე რომ კომისიაზე უნდა მოვსულიყავი, სხვათა შორის გადაურეკე ბატონ კახა კუკავას, ბატონ გოჩა ჯოჯუას, რამე ხო არ მეშლება, რამე ხო არ მახსოვს შეცდომით, რა თქმა უნდა დამიდასტურეს ყველაფერი, რომელსაც მე თქვენ გიყვებით, იგივე დამიდასტურეს. სხვებთან არ მისაუბრია და ამ ორ ადამიანს. რომ ეს ნამდვილად ასე. ეგრე იყო. თქვენი აზრით, რატომ გამოაცილა სპეცნაზმა, სპეცდანიშნულების რაზმმა ასეთი პატივით რეალურად ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ტელეიმედის? ალბათ მედიის უფლებებს იცავდნენ. სასაცილოა, რა ვიცი. სხვა ჟურნალისტები დააზიანეს სერიოზულად. და იყო, აი რეზინის ტყვეებს ისროდნენ, წივილ-კივილი იყო ეგ ერთ-ერთი რომელიღაცა ჟურნალისტი ფეხძიმე იყო, მე როგორც მახსოვს. ფეხძიმე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი. ნუ რეზინის ტყვეების ბათქაბუთქი იყო, რა ამბავი იყო იცით? და ერთადერთი ვინც გამოაცილეს ხელშეუხებელი დერეფანი გაუკეთეს იყო გიორგი თარგამაძე. გიდასტურებთ. ეს პიჯაკები თვითონ მოქონდა მაინც არის თუ სხვებს მოქონდა? მოყვებოდა პიროვნება მოყვებოდა, მოაცილებდნენ ზონდით. კოლგით მოაცილებდნენ, გამოაცილეს. სასწაულ ამბავს ყვებთ. ჩვენს გავიკეთეს კორიდორი იყო, ჩვენ გვაგინებდნენ. ცემის კორიდორში გაგატარეს. არ უცემი რა, წყვილის ვერ დავაბრალებ, გვაგინებდნენ. მაგრამ დერეფა, ძალადობის დერეფანში რა თქმა უნდა.
ბატონო ვიქტორ, თქვენ ბევრი სხვა რამ მის მოწმეც იქნებით იმ დროს და ალბათ ამაზეც გექნებათ სურვილი თქვათ თქვენი სურვილის დამიხედვით, მაგრამ ამ კონკრეტულ თემაზე ბრძანდებით თქვენ დღეს კომისიის წინაშე და ამაზე ვიკითხავ. ჟურნალისტებს როგორ ექცეოდნენ, აი თქვენს თვალწინ გასაგებია რომ როგორც თქვენ ბრძანეთ რეზინის ტყვიების ბათქაბუთქი იყო, თქვენ ამბობთ, იყო წივილი კივილიო, ესეც თქვენი სიტყვებია, მაგრამ აი კონკრეტული მოპყრობები თუ გახსოვთ. არა, ესე კონკრეტული მე იქ არ მინახია უკვე ჟურნალისტები, იმიტომ რომ ჩვენ კუთხეში ვყავდით. კედლისკენ იყავით პირით, უკვე? წინ სპეციალისტები გვედგენ. და გასაგებია. მაგრამ არეულობა იყო, არა, არეულობა იყო. ხალხი გარბოდა, დაშვებოდა. კი ბატონო. გასაგებია. კითხვები? ბატონი თეგიზი, ბატონი ილია. მოგესალმებით ბატონო ვიქტორ. მოგესალმებით. თქვენ თქვით რომ საზოგადოებრივ მოგიწიათ წასვლა. ამას ყველა არ გააკეთებდით. ამაზე და არა მხოლოდ თქვენ, ხო იმ ჯგუფიდან კიდე კი, იმ ღამეს გავედით ჩემი ერთ-ერთი მეგობარი საპატიო კონსული არის. და რამე საფრთხე სელოდით მეტი საფრთხე რა უნდა? კი. არა, თავისუფლების შემდეგ გეუბნები. ველოდით საფრთხეს, რა თქმა უნდა, ამათგან ყველაფერი იყო მოსალოდნენ. და დავტოვეთ იმ ღამეს ქვეყანა, მაგრამ შემდეგ ისევ კომუნიკაცია იყო ქალბატონ ნინო ბურჯანელესთან, რომელმაც თქვა, რომ მე ვარ გარანტიას დაბრუნდით ქვეყანაში და დავბრუნდით ამის შემდეგ ქვეყანაში. ანუ თქვენი დანაშაული ბრჭყალებში იმ დროს იყო, რომ გადაცემაში მონაწილეობისთვის იყავით მისული. დიახ. ბატონი ილია. მადლობა ბატონო ვიქტორ, მოგესალმებით. თქვენ თქვით, რომ გიორგი თარგამაძეს ჰქონდა კონტაქტი ამერიკის ელჩთან. თვითონ ბრძანა. ეს თვითონ თქვა. თვითონ თქვა, რომ და მან ეს ბრძანა იმიტომ, რომ ეს იყო გარანტი, რომ არ შემოვარდებოდნენ მედიაში. გოჩა ჯოჯუამ ისე თქვა გოჩა ჯოჯუამ რომ მე მაქვს ინფორმაცია რომ დაგვარბევენ. ჩვენ რო შემოვდიოდით, ჩვენს გვიწყეს აუცილებლად პირები იყვნენ ბევრი და არბევენ იმეც იცოდეთო, მაგრამ ეხა ესე კონკრეტულად მე ვერ ვიცნობდით ვინ იყო, რა იყო. გოჩა რო შემოვიდა, გოჩამ თქვა რომ უეჭველი ვიცი დაგვარბევენ. ეგ არ უთქვა. ვინ იყო მაშინ ამერიკის ელჩი, ხო არ გახსოვთ? არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. მაგრამ ესე იყო რომ არა, მოგეშინიათ, მე ვესაუბრე ამერიკის ელჩს და გამორიცხულია არ დაგვარბევენ. და ახლობლივ 10 წუთში მოხდა ეგ დარბევა. თქვენთან ერთად თუ იყო ხალხი, რომელიც დღის განმავლობაში იმ დარბევაში მოყვა? ჩვენ თვითონ ვიყავით. თქვენ იყავით. ჩვენ თვითონ ვიყავით. რუსთა აბარა დღის განმავლობაში იყავით. გაზიც გვასუნთქეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ერთად ვიყავით. და იქიდან პირდაპირ აქ წამოხვედით. იმის შემდეგ პარლამენტში ვიყავით? არა. დილით როცა დარბევა იყო რუსთაველზე, მაშინ ჩვენც აქ ვიყავით პარლამენტის წევრები. და თქვენ აღნიშნეთ, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მასთან მივიდნენ აპარატის თანამშრომლები და მოუყვნენ ეს ამბავი, რა ხდებოდა იქ, თუ ჯერ არ იყო მომხდარი იმედის დარბევა. იცოდა, არა, ამ აპარატის თანამშრომლები მოუყვნენ, რომ იმედში შესული არის სპეციალისტების რაზმი და დაკავებული არიან პარლამენტის წევრები. და მათ შორის ჩამოუთვალეს ალბათ. და რეაგირება რა იყო? რამე იყო რეაგირება? რეაგირება ალბათ იყო ის, რომ ჩვენ გამოგვიყვანეს გაგვანთავისუფლეს, ესე ვთქვათ. როგორც გავარკვიეთ შემდეგ, რატომ გაგვანთავისუფლეს და რატომ არ ბოლომდე არ მიიყვანეს ალბათ საქმე და არ მიგიყვანეს პოლიციაში, ალბათ მიზეზი ეგ იყო, სხვა მიზეზი არ ვიცი ხა. გასაგები. კიდე თანამდებობის პირები იქ თქვენ არ გინახავთ ძალოვნებიდან ვინმე უფროსობა? ვერავის ვერ ნახავდით, ნიღაბში იყო ყველა. ვერავის ვერ ნახავდით, ნიღაბში იყო ყველა აბსოლუტურად. როცა ქვეყანა დატოვეთ, იქ გქონდათ ვინმესთან კომუნიკაცია, ვინც დაახვდა თან ჟურნალისტები თუ იყვნენ, ვინც მოიკითხა თქვენი ამბავი, როგორ ხართ ან არა. ჩვენ მალე დავბრუნდით, 2-3 დღეში დავბრუნდით. ქალბატონი გარანტიები ვიცა. ბატონი ვალერი გელბახიანი ესაუბრა და დავბრუნდით ჩვეულებრივად. გასაგები. კარგით.
მადლობა, ბატონი სოზარი. მადლობა, ბრძანდით. ახლა ორი ერთად გავიარეთ უამრავი ეს პოლიტიკური ბრძოლები 2012 წელი და არჩევნები. ჩვენთან ერთად იყო ასევე ჩვენი ყოფილი კოლეგა ბატონი ვალერი გელაშვილი, რომელიც გვიყვებოდა რა ხდებოდა ხაშურში არჩევნებთან დაკავშირებით. სხვა საქმეზე იყო ის მოსული იყო მისი ცემის, ქონების წართმევის თემებზე, მაგრამ თან ერთ-ერთი საინტერესო თემა იყო ხაშურში როგორ ჩატარდა არჩევნები. მთელ საქართველოში 2012 წლის არჩევნები, ეხლა ამბობენ რომ ეს იყო ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება, სინამდვილეში ეს არჩევნები კი არ იყო, ეს იყო ძალადობა ყველა უბანზე, უბრალოდ ხალხის ნებას წინ ვერ დაუდგნენ, მაგრამ იყო განსაკუთრებით მძიმე უბნები, ასეთი იყო ხაშური და ასეთი იყო მესტია, კარგად მახსოვს მეს და ახსოვს ყოფ ადამიანებსაც. აი რომ გავიხსენოთ და რომ მოყვეთ რა ხდებოდა არჩევნების დღეს, როგორ მოხდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაპატიმრება, რა დანაშაულის გამო დააპატიმრეს, სამხედრო უბნის გახსნაც იყო და კიდევ ერთი ბარემ ის უბრალოდ დროდ მოყვეთ ამბები, ხშირად კითხვები რო არ დავსვათ, კითხვით რომ 2 დღეში დაბრუნდით თუ 3 დღეში დაბრუნდით საქართველოში, მას შემდეგ რაც თქვენ მოგიწევიათ გაქცევა, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი გაქცევა, იყო არაერთი დიდი ხნითაც იყავით წასული, იქაც საინტერესოა რომ ჩამოხვედით, როგორ ჩამოხვედით, რა მუქარებს ჰქონდა ადგილი, მე შეგნებულად ვსვამ ასე კითხვებს, იმიტომ რომ მე ვიცი ეს ამბები, მაგრამ უბრალოდ საზოგადოებამ რომ გაიგოს რაღაც დეტალები არის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, თუ რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობდით და საერთოდ კანონი არსებობდა თუ არა იმ პერიოდში საქართველოში. მინდა გითხრათ რომ არა მარტო 2012 წლის არჩევნები, იმ 9 წელიწადში რომელი არჩევნებიც კი ჩატარდა სვანეთში, ყველა არჩევნებზე პრობლემა იყო სვანეთი. 2006 წელსაც კი, როდესაც სააკაშვილი ესე ვთქვათ თეცხენზე იჯდა, მაშინაც პრობლემა ვიყავით. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას 2006 წელს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. თვითმმართველობის არჩევნებზე მაქვს საუბარი. ჩვენ ვიყავით ერთადერთი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო. მე ბევრს ვეკითხებოდი. მაშინაც მაჟორიტარიოს პარლამენტის წევრებს, მაგრამ არავის სურვილი არ ქონდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. მოკლედ რო გითხრათ, 31 იმისგან საგრებლოს წევრისგან შედგება მესტიის საგრებლო. აქედან 16 თემია, 16 მაჟორიტარი იყო და 15 პარტიული სიით. წარმოიდგინეთ, რომ 16 მაჟორიტარიდან 14 მოუგეთ. და პარტიული არჩევნები ხა, როგორ აკეთებდნენ არჩევნებს, ყველამ კარგად ისის და 70-30 ბატონო ვიქტორ, მოუგეთო რო იძახით 2006 წელს ვიღაცას ეგონება არის ასეთი ხალხით, რომ ოცნება მოუგო და არავით არ ოცნება. ვინ იყავით, არ გითქვამთ. მე ვიყავი პარლამენტის წევრი და ჩემი სამეგობრო. პარტიას წარმოადგენდით? მე გეტყვით ამ წუთში. პარტიას არ წარმოადგენდით, იმიტომ რომ მე მაშინ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ვთხოვე, პროპორციული სიით მონაწილეობის უფლებებიც არ იყო მაშინ, როგორ იყო და თუ ეს 10 იყო. ალბათ 10 წელია რა ის 10 ხო, ის 10. ხო, არა, კი ბატონო. დამოუკიდებლად იყო მაჟორიტარებმა დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა. და პროპორციულად აღარ მახსოვს რომელიღაცა ერთი პარტიით მიიღეთ მონაწილეობა. ოპოზიცია იყავით მაშინაც. მე დღიდან მისი მოსვლისა ვარ ოპოზიციაში. ვისი მოსვლისა? ნაციონალური მოძრაობის. კი ბატონო. ხო, ეს რო განმარტოთ, იმიტომ რომ ჩვენ კი ვიცით ვიღაცას გავიშლით. კი ბატონო, გამისვით გზადაგზა შეკითხვები, ხომ რაღაც გამომწეს. კი, მაშინაც ოპოზიცია ვიყავით. და რომ ესე წარმოიდგინეთ, რომ 16 თემიდან 14 მოუგეთ, ეხა პარტიულს როგორ წავაგებდით, ხო დაუჯერებელია რა. და ანუ რო დავითვალეთ 31 ხმიდან 18 გვაქვს ჩვენ და 16 არის 16 წევრ შეუძლია ერჩიოს როგორც საგრებლოს თავმჯდომარე, ესე გამგებელი მუნიციპალიტეტის. რა თქმა უნდა, ეს მერიქვია მაშინ. ეს მერიქვია, კი ბატონო, მაშინ გამგებელი. და არ იყო პირდაპირ არჩევნები. არ იყო პირდაპირ არჩევნები. ეს იყო საგრებლო ირჩევდა გამგებელს. გამგებელსაც და საგრებლოს თავმჯდომარესაც. რა თქმა უნდა, იმ დღეს ამოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი რეგიონის
რა თქმა უნდა, მესტიის მუნიციპალიტეტს დაარტყეს ალყა, შიგნით არავის არ უშვებდნენ. ღამე ჩაატარეს სპეცოპერაცია, საკრებულოს წევრებზე იყო სერიოზული ზეწოლა, ბიულეტენები დაუნიშნეს, საბახმას არ მიცემ, იქ ვიღაცა ოჯახს ანგრევდა, ვიღაცა შვილს უჭერდნენ, მათი მეთოდებით. რა თქმა უნდა, წავაგეთ ის არჩევნები. წარმოიდგინეთ 16 თემიდან 14 არჩევნები მოვიგეთ. არჩევნები კი არ წააგეთ, ანუ არჩევნები რაიონში მოვიგეთ, მაგრამ გამგებელი აირჩიეს მათ ვინც უნდა. გამგებლის და მერის გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობები, ესე ვთქვათ, წაგვართვეს. აი ესეთ არჩევნებს ატარებდნენ. მეორეს მოგიყვებით რაღა იმაზე გადავედი 2010 წელს. მე ვთხოვე ხალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ხა ფორმულა იყო რომ რამოდენიმე პარტიით მან ფორმულა რომ ერთ მანდატს სჭირდება ამდენი, მეორე მანდატზე მეტი და რამოდენიმე პარტიით გვინდოდა მონაწილეობა მიგვიღო. და ვთხოვე ხალბატონ სალომეს რომ იქნება თქვენი პარტიით მიიღოთ მონაწილეობა და დავუპირდი რომ მინიმუმ 3-4 წევრს გავიყვანთ თქვენი პარტიიდან თქო და არა როგორ გეკადრებათო მე მთელ საქართველოში არჩევნებს ვიგებოდა რანაირად არ დავთანხმთ ძალიან ბევრს ვთხოვე აქვე მოვყვები რომ მთელ საქართველოში ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ერთი კანდიდატი ვერ გაიყვანა ერთი წევრი არ ხოლია 4 ხმა მიიღო მესტიაში 4 ხმა მიიღო მესტიაში მუნიციპალიტეტში დიახ 4 ხმა მიიღო მე არ ვიყავი 4-ში მინდა დავაძოს ღმერთმა დამიფარა დარწმუნებული ვარ რამოდენიმე პარტიასთან ისევ მივედი რა თქმა უნდა ოპოზიციურ პარტიები რო ერქვათ მაგრამ ყველა მოარიმით რა ერთადერთი ჯონდი ბაღათურია შემხვდა ჯონდი მითხრა რომ კი ბატონო აგერ კოკოს პარტიაც ვაქოდა რომლითაც კიდათ იმით მიიღეთ მონაწილეობა ეხა კონსტანტინე გამსახურდია კი ბატონო კონსტანტინე გამსახურდიას პარტიით მივიღეთ მონაწილეობა სანამ მივიღებდით მონაწილეობას რა თქმა უნდა დამიბარეს რა თქმა უნდა შეხვედრა მომიწყვეს აქ ამჭხრიკეს მიუხედავად იმისა რომ პარლამენტის წევრს უფლება მქონდა პარლამენტის შენობაში საშუალების გარეშე შემოსულიყავი რა თქმა უნდა არ შემომიშვეს დამხვდნენ შეხვედრა მომიწყვეს ერთ-ერთ პარლამენტის წევრის ოთახში არა საინტერესო და ულტიმატუმი წამიყენეს დამისახელეს პიროვნებები რომ ამათ დააკავებდნენ მე თუ ქვეყანას არ დავდოვებდი ბანო ვინ იყო მაშინ ხელისუფლება? ხო, გუბერნატორი იყო, სუსის თანამშრომლები იყვნენ და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი შუამოვალიც იყო რა. მე გადავწყვიტე რომ ჩემი გულისთვის ახლა მაინც სხვას დააპატიმრებდნენ და მაგრამ მე დარეგისტრირებული ვიყავი როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი მესტიაში. თვითონ დაბაში. დავტოვე ქვეყანა რა თქმა უნდა წავედი დამატოვებიას ქვეყანა და დაუსწრებლად მოუგე არჩევნები მესტიაში დაბაში მაჟორიტარის ეხა ეს ხო გადათვალეს რომ მოვიგე მან გადასატანი ყუთიც არსებობს იმიტომ რომ მაინც ისეთი რამე გააკეთეს რომ ძალიან შინაური დააყენეს რომ ხმები გაეყოთ შუაში და რაღაც და იძულებული გახდნენ გადასატანი ყუთი გააუქმეს რამე თუ იცოდნენ რომ იმ გადასატან ყუთში უმეტესობა 95% ჩემი ხმები იყო მაგრამ პარტიულ ბატონ კონსტანტინე გამსახურდის პარტიის ნომერ პირველი სიაში მე ვიყავი მაინც გავხდი საკრებულოს წევრი ამის შემდეგ კიდევ მომიწია ქვეყნის დატოვება რამე თუ საკრებულოში ძალიან სერიოზული პრობლემების შექმნა დავიწყეთ და მე არც ერთ ოპოზიციურ არც ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია არაფერი არ გამომიტოვებია და სულ პრობლემა ვიყავით ამის შემდეგ ხდება ნელი ნავერიანის დაპატიმრება პირველი საშუალო სკოლის დირექტორის ზევინარ ჯაფარიძის დაპატიმრება გამოძალვის მოტივით რომ წარმოგიდგენიათ ნელი ნავერიანი და რა ქვია ზევინარ ჯაფარიძე გამომძალველები დააპატიმრეს საშინელებები ხდებოდა ნელი ნავერიანის დაპატიმრებას მესტიაში რამის რევოლუცია მოყვა. იქაც რამოდენიმე ქალბატონი დაჭრეს. ინგა მარგიანს ხელი ქონდა მოტეხილი რეზინის ტყუისგან. ძალიან ბევრი ადამიანი დააშავეს. და წარმოიდგინეთ, როდესაც
ხა სვანეთში გზის პრობლემა რეალურად არსებობდა და როდესაც გზის გახსნა უნდა გზა გააკეთეს და გზის გახსნა უნდა და ჩამოვიდა თვითონ ვივავენდის ბინადარი და რომ უნდა გაეხსნა ადგილობრივი არავინ არ მივიდა. იყო მაშინდელი პარლამენტის წევრი, იყო საკრებულოს თავმჯდომარე, იყო გამგებელი, მეტი არავინ არ მივიდა. და მაშინ რეაბილიტაცია მიდიოდა იმის, რა ქვია, შენობების და მუშები გამოიყვანეს. ეგ ხომ მიხვდა ეხა რომ იკითხა რომ სვანები რატო არ არიან ამ ხელა ამბავი გავაკეთეთ. ეგრევე უთხრეს რომ ქალბატონები რო დაჰკავეთ. ამიტომ სვანები არ გამოვლენ და არ მოგცემენ, არ დაგიჭერენ მხარს. მეორე დილით მისცა ბრძანება და განთავისუფლა ეს ადამიანი. ჩემი მხრიდან დავძენ გაწყვეტინებთ ბატონო ვიქტორ რომ ჩვენ ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ ყველა მთელმა საზოგადოებამ თითოეულის დაპატიმრება და რომ გამოდიოდა ხმად ციხიდან რომ ხალხს აწამებდნენ და კიდევ უფრო მტკივნეული იყო ყველასთვის მათ შორის მამაკაცი პატიმრებისთვის და აღარაფერს ვამბობ თავისუფლებაზე მყოფი პირებისთვის ვინც შეესწრო ამ ყველაფერს ქალების დაპატიმრება ეს იყო ის რამაც მე პირადად მათქმევინა რომ ნუ ამის იქით უკვე საკუთარ დედას თუ დაუშავებდა სააკაშვილი რამეს თორე იმის იქით წმინდა არაფერი აღარ არსებობდა ეს იყო ჩემი განცდა და ღიად ვამბობ ამას ვინც არ იცის ახალგაზრდებით გვესწრებიან გვისმენენ იმედი მაქვს ქალბატონი ნელი ნავერიანი ჩვენ ენაზე რო ვთქვათ სვანებმა არ გაატანეს კი ბატონო და ვერ აკავებდნენ. ამიტომ გამოიგზავნა ვერტმფრენი, რომელიც დაჯდა ქალბატონი ნელის ეზოში. არა, ზემოთ. ესე იგი როგორ იყო პოლიციაში ხომ მიიყვანეს და გზით უნდა წაიყვანათ. გზა გადაკეტილი იყო, მოსახლეობა გამოსული იყო და არ გაატანეს. ზუსტად ვიცი. და ეს ვერტმფრენი დასვეს იქ სადაც იყო და აწიეს ჰაერში პატიმარი წაიყვანეს ქალი მოსტაცს, ასე ვთქვათ. სვანეთს. აი მაშინ უკვე ჩემთვის პირადად როგორც იმ კუთხის შვილისთვის ეს იყო განცდა რომ ნუ აწი რა უნდა ქნას მეთქი მე ჩემთვის ვიფიქრე აი საყვალპურო ენაზე ვყვები ქალბატონ გიულის თუ შეესება მეთქია მე რაღა უნდა გააკეთოს აწი მეთქი იმიტომ რომ ეს არის ყველა იმ ღირებულების განზრახვა ამბობ ახალგაზრდების თანდასწრებით ყველა იმ ღირებულების უკვე უხეში ხელყოფა კულტურულ სიტყვას ვამბობ, რაზეც დგას ქართველი კაცის ღირსება. იმას არ ვამბობ, რომ ქალი თუ დანაშაულს ჩაიდენს, ის არ დააკაო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ქალთა დაწესებულება, მაგრამ როდესაც ქალი, პატივსაცემი ქალი, შენ იცი რომ ეს არის ქალობაში ავტორიტეტი თავის რეგიონში, აქვს ღირსება, არაფერი არ დაუშავებია. დადგნენ კაცები და არ გატანენ და შენ მას ვერტმფრენით მათ მოსტაცებ ჩააგდებ ციხეში და მე მის უფლებებს შელახვა როცა უსამართლოდ გაასამართლებ ნუ ამით უკვე ქართველი ერის ყველა ის საბოლოოდ შეურაცხყვეს რაზეც ჩვენი ტრადიცია და კულტურა და ქართული ღირებულებები და მთა ჩვენი დგას ეს მინდოდა მაინც როგორც ქალბატონი ნელის თემაზე მეთქვა რომ ეს არ იყო ესე მივედით დავაკავეთ არ გაატანა რა თქმა და ის მოიტაცეს ვერტმფრენით და ჩააგდეს ციხეში ბოდიში რომ ჩაგეჭირთ არა მარტო ნელინავერიანი ზევინარ ჯაფარიძე რამდენი წლის იყო იმ დროს როცა დააკავეს ზევინარ ჯაფარიძე იყო სკოლის დირექტორი კი ბატონო პირველი საშუალო სკოლის დირექტორი 65 წლის ქალბატონი ახალგაზრდების გასაგონად მინდა ვთქვა რომ 65 წლის ქალბატონი პირველი საშუალო სკოლის დირექტორი დააკავეს და დააპატიმრეს. რისთვის? არ ვიცით. რისთვის? კომუნისტებსაც კი, კომუნისტებს. სვანეთში ქალი არ დაუპატიმრებიათ. ეგ პრეცედენტი არ არსებობს. პრეცედენტი შექმნა ვივამედის ბინადარმა, რომელმაც დააკავა სვანეთის სახეები ორი ქალბატონი. რო ვიქტორ, თუ ბატონი სოზარი არ გამიბრაზდება, თბილისში რო დაბრუნდეთ ცოტა ხნით. თქვენ იყავით, აი ფასდაუდებელ ინფორმაციას ფლობთ, იმიტომ რომ ამ შენობაში იყავით წევრი. კი ბატონო.
მაშინ როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მძვინვარებდა არ უღებდა უფლებებს და თქვენ მაშინ ახსენეთ ბატონი კახა კუკავა, ბატონი კონსტანტინე გამსახურდია და სხვები, ვისაც მე მინდა ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადო საჯაროდ, რომ იმ დროს ბრძოლა არ იყო მარტივი, ეს გმირობის ტოლფასი იყო და ისინი თქვენ ახსენეთ და კიდევ ბევრია ასეთი, თუმცა ოდენობა მაშინ ასეთი დიდი არ იყო, მაგრამ ცოტაც არ იყო. ამ შენობაში რა ხდებოდა? ბურჯანაძე ნინო იყო ხელმძღვანელი. თქვენ თქვით რომ მისი თავდებობით გამოგიშვეს იმედის არხიდან. მფარველობდათ იმ გაგებით რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ევალება თავის წევრების დაცვა. მაგრამ რამდენად რეალური იყო მისი ხელისუფლება, იმიტომ რომ ის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა რაღაც პერიოდი. თუ ეს იყო ბუტაფორია არ მოვიხდი ბოდიშ სამ სიტყვისთვის. ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო მით უმეტეს, ხო? ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაგრამ უუფლებო იყო. ნინო ბურჯანაძეს რომ გაეთქვა რომ არჩევნები გაყალბდა, დამთავრებული იყოს ყველაფერი, მაგრამ მერწმუნეთ რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძეს ტერორის ქვეშ იყო. ნინო ბურჯანაძეს ტერორის ქვეშ იყო. ნინო ბურჯანაძე არ იყო თავისუფალი. რაც მას შეეძლო ალბათ ადამიანურად ეხა ერთი პერიოდი მე მახსოვს ისიც კი მითხრა რომ აპირებენ თქვენ დაპატიმროს და წავით ქვეყანდა დავეთო. წავედი მე. კი მითხრა. რაც შეეძლო იმას აკეთებდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ქალბატონი ნინო იყო სერიოზული ზეწოლის ქვეშ. თუ გარედან თუ შიგნიდან. ბოდიში. სწორი იქნება ასეთი დასკვნა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვინდა რომ ობიექტურები ვიყოთ და ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა გქონდეს, როცა დოკუმენტ შევადგენთ, რომ იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრები რო დაცულები არ იყავით, როგორც კი შეეწინააღმდეგებოდი, ეს ფაქტია, მაგრამ ქალბატონ თავმჯდომარესთან მიმართებით, რომ ის ერთია, როცა შეხარ ზეწოლის ქვეშ და არაფერს არ აკეთებ, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებ. და მეორეა ის რაც თქვით რომ ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ ის რაც შეეძლო მაინც ყველაფერს აკეთებდა. ცდილობდა კი ბატონო. ეს ობიექტური იქნება ჩვენ რომ ეს ასე ვთქვათ. მადლობა, კი, იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება რომ არ ვიყოთ არ მივაგოთ იმას რაც მან გააკეთა პატივი. მან შესაბამისად თქვენ თვლით რომ ერთ კონკრეტულ მომენტში გადაგარჩინათ. კი ბატონო. ესეც შეგვიძლია რომ მივიღოთ ფაქტად. დიახ, მადლობა მინდა უთხრა ამისთვის. კი ბატონო, მადლობა ჩვენგანაც. კიდევ რა არის მასთან დაკავშირებით, რაც თქვენ შეგვიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ ხო მე არ დაგიმალავთ, როდესაც რეჟიმს ეწინააღმდეგები, თუნდაც სულ არ გამოდიოდეს ახლიდან, გაღიზიანებს, როცა ამხელა განათლების ქალი, ჩვენი ყოფილი ლექტორი არის რეჟიმის ნაწილი. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან დაკავშირებით ყველა ის სიკეთე თუ სიმართლე ითქვას, რასაც ის მაინც ახერხებდა. ცოტას შეიძლება ვიღაცის თვალში, მაგრამ გაღიზიანებული ვიყავით, რომ ნუ რას აკეთებს ამათთან ერთად, ხო იყო ეს მომენტი? რა თქმა უნდა იყო, რა თქმა უნდა. ამიტომ გისვამთ ამდენ კითხვას. რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ჩვენთვის მაინც ნათელი წერტილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რამე თუ ყველა სატკივარზე მაინც, იმიტომ ჩვენ სხვასთან არავისთან კომუნიკაცია არ ქონდა. ერთადერთი მიდიოდი ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან და ქალბატონ ნინო ბურჯანაძე რაც შეეძლო ალბათ მის შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობდა რომ დაგხვარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი? ერთადერთი მისასვლელი ადგილი. პარლამენტში თუ მთლიან ხელისუფლებაში? მთლიან ხელისუფლებაში. რამე თუ ერთხელ მან სააკაშვილო მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. როგორი კომუნიკაცია ქონდა ჩვენთან. და დღეს რო საუბრობენ რაღაც ტყვიებზე რო საუბრობენ დათვის ტყვიებით რაღაც მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე რო საუბრობენ. პირდაპირ იმაზე შეხვედრაზე შევედით, გვიყვებოდის თვალებში ვიყურებდა მე და კობან არჩემაშვილს. ლაშან არჩემაშვილს პარლამენტის რომ იცითო, ესო ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, 8 თვე ფეხზე ვერ დადგებითო. ამას ამბობს პრეზიდენტი. პრეზიდენტი გვეუბნებოდა, მარტო მე
17-18 კაცი ესწრებოდ პარლამენტში. დეპუტატებს გიქრათ. დაგემუქრათ. ეს როდის ხდება? რომელ წელს ხდება? ეხლა წლებს ვერ გეტყვით, მაგრამ 2004-დან 2008-მდე. 7 ნოემბრამდე ხდება თუ? 7 ნოემბრამდე ალბათ, აი ტყუილს ვერ ვიტყვი. ვერ ვიკადრებ ტყუილის თქმა. და რატომ დაჭირდა მას ამის თქმა? ეხლა ქალბატონ თეა ჩემთან მიმართებაში დაჭირდებოდა, იმიტომ რომ სულ პრობლემებს ვქვნიდით. და არც ერთი არ იყო იქ პრინციპში, არც ლაშა იყო მორჩილი, თვითონ რამოდენიმეჯერ თვითონ ვალერი გელბახიანს და ჩვენ იურიდიულ კომიტეტზე მოხდა სერიოზული შეხლა შემოხლები. აი პრობლემები გაჩნდა, როდესაც სანაკოევის პროექტს აკეთებდნენ, კოკოიტი ფანდარას რო აკეთებდნენ სანაკოევის თემას აპიარებდნენ, მაშინაც პროკლამაციები გააკეთა ვალერი გელბახიანმა, კახა გუკავამათმა და ოთახებში ყველას დაურიგეს. იყო საუბარი რომ ცოტა ვცლოდ რა ამ თემაზე რა იყო რა პრობლემები შეიძლება. ესე იგი თემა იყო როგორი რომ ქმნიდნენ სანაკოევის ასე ვქვია ადმინისტრაციას. ახლა ადმინისტრაციას რო ხვალ საზღვრები ხო უნდა შემოუფარგლოს სად ვრცელდება მისი იურისდიქცია. და მოიფიქრეს თემა ესეთი რომ გაყვეს ეს ხაზები გაავლეს, რაზეც ატყდა პრეტენზიებს გამოთქვა ყველა ოპოზიციურმა თითქმის წარმომადგენლ მათ შორის ზვიადიძიგურმაც, კახამაც, ვალერი გელბახიანმაც და თვითონ ვალერიმ შემდეგ დაწერა ეს აღწერა ეუნებოდა რომ სანაკოევმა და კოკოევitმა შემდეგ ხელი რო ჩამოართვან ერთმანეთს, ამაზე მეც ისინიც არ ითხოვენ ავტონომიისთვისო. რას აკეთებთო და სხვათა შეკენჭას ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა და არ მივეცით ხმა. აღარ მინდა ეხლა ის რა ქვია ბატონი დავით გამყრელიძე დღეს ოპოზიციასთან რომ გამოჩნდა მიცუცქდა კი ბატონო ესე ვთქვათ არ მინდოდა ამის თქმა ეგ არ არის მარტივი რა მაშინ იყო საუბარი და კითხვა დაისვა რომ აი რატო აძლევთ იმიტომ რომ რეალურ ოპონირებას უწევდნენ გამყრელიძე და ახლები არ იყო რეალურ ოპონირებას უწევდნენ და ამ შემთხვევაში დაისვა შეკითხვა რომ თქვენ რატო იმათ რომ ხარი არ დაეჭირათ ეს ვერ გავიდოდა მაშინ ლაპარაკი არის იმაზე რომ შექმნილიყო ადმინისტრაცია რომელიც პრაქტიკულად ახალგორითმს ხეთამთიანეთის გამოყვეს და შეუერთეს და დე ფაქტო აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. კი ბატონო. ამას სჭირდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები და ამის რა თქმა უნდა. ხარის დაჭერაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა. და ბატონ დათო გამყრელიძეს როცა ეს შეკითხვები დაუსვით და უთხრეს რატო ვაკეთებთ ამას ბატონმა დათო გამყრელიძემ იგივე გაიმეორა რომ ამერიკელებთან ეგ შეთანხმებულია და ამერიკელების მხარდაჭერით ვაკეთებთ ამ ახალ ადმინისტრაციას. და ამიტომ არ იყო სლათის ქალბატონ თეა რომ მაჟორიტარები ყველა ეხა ჩუმად იყო და ყველა მისი ვივამედის მდგმურის დავალებებს ზედმიწევით და ამიტომ მოისურვა მან შეხვედრა ურჩებთან. იმის შემდეგ იურიდიულ კომიტეტზე მოხდა სერიოზული დავა მოხდა. რაღაც ძალიან ბევრ თემაზე ბევრი დავა მიდიოდა რა და მოისურვა შეხვედრა. და შეხვედრის დროს იყო ეს რომ რაღაც სხვა აღარც მოგვისმენია სხვა თემები პირდაპირ გადავიდა რომ მე მაქვს ახლა ისეთი ტყვიების შემოტანილი აი ეს ერთი ტყვია რომ მოხდებათ 6-8 თვე ფეხზე ვერ დადგებითო. მარტო მე არ ვიყავით 18-19 დეპუტატი ვიყავით. ეს განერვიულდა და თქვა ხო? განერვიულებული იყო და რატომ გაანერვიულეთ პრეზიდენტი? ნერვიული დაიბადა მე მგონი. არ იყო ახლა ნორმალური ადამიანის არა ახლა მე დეპუტატი ვარ და ღიად ვამბობ გულწრფელად გეკითხებით მე რომ დამიბაროს ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა ხო ნუ ჩემი ვალია ბოდიშით ვის ადარებთ არ ვადარებ მივალ და მოვექცევი მას პატივისცემით კითხვაა თქვენ რომ მიხვედით პრობლემურები ვიყავითო თქვენ თავს თქვენვე უწოდეთ კი ბატონო და რომ მიხვედით ალბათ თქვენ თვითონვე იყავით უკვე აგრესიული ან ჩხუბის ხასიათზე. პირდაპირ გამარჯობა ბატონო ვიქტორ ტყვიები მაგ გესვრი. ხომ არ გეტყოდით? არა, ეგრე არის, არა. აი ეს მაინტერესებს. თემებს შეეხო, სლად შეეხო, იურიდიული კომიტეტის თემა შეეხო, 1000 თემა შეეხო და მათ შორის უცებ როგორც უცებ განერვილდა და ადავიდა. კიდევ უბრუნდები იგივე საკითხს. ეს მნიშვნელოვანია დასკვნისთვის. თქვენ მიდიხართ შეხვედრაზე გიბარებთ პრეზიდენტი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს კი ბატონო ხომ
რაც არ უნდა მასზე მორგებული საკონსტიტუციო მოდელი ქონოდა, აქ ამაშია საქმე. რომ გიბარებთ ეს ერთი ვალდებული ხარ მიხვიდე ახლა ეს ინსტიტუტებს შორის პატივისცემის ამბავია მიბრძანდებით და ეს რა არის? ამიტომ მოვიყვანე დღევანდელი მაგალითი. ეს შეხვედრა დღეს რო შედგეს დღევანდელ რომელიმე დეპუტატსა და პრეზიდენტს შორის. იქ ვარაუდობ რომ ასეთი უპატივცემულად და მით უმეტეს მუქარა შემცველი შეხვედრა ვერ შედგება. ანუ პრეისტორია იყო რაღაცა. პრეისტორია მოდი თქვენი საკანონმდებლო საქმიანობის მიმართ ქონდა მას პრეტენზიები. პრეტენზია ქონდა ეხლა კიდევ ვიმეორებ რაღაც თემებზე იყო კონსტიტუციას ცვლიდან ეხლა მოდი მივაცვლიდეთ და არ უჭერდით არ უჭერდით მხარს. პრეტენზიებს გამოვხატავდით ბევრ რამეზე და ანუ ეხლა ეს ხომ არ იყო აი ვერ ვიხსენებ ზუსტად რა თემაზე საუბრობდა, მაგრამ ამას რა დამავიწყებს ეხლა პირდაპირ გვეუბნება. მაგრამ იმას მაინც თუ იხსენებთ, საქმეს გირჩევდათ, ასე რატომ იქცევით? არა, დაგვიბარა ჩემი რწმენით დაგვიბარა რომ დაგვემუქრა. მუქარისთვის და არა ვთქვა შესაძლებელი. არა ეხლა ხო რა თქმა უნდა არა საქმიანი არა და დაგვიბარა გვესაუბრა და ბოლოს დაგვიმთავრა იმით რომ იცით რა მე ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი 8 თვე 6 თვე 8 ფეხზე ვერ ამაზე რა უპასუხეთ? რა უნდა გვეპასუხე ხა შეწყვიტეთ შეხვედრა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა მე აუცილებლად მოვყვე 2012-ის არჩევნები კი ბატონო 12 წლამდე რამის თქმას ხომ არა 12 წლამდე მე გაქცეული ვიყავი ქვეყნიდან